ახლა მამუკა ხაზარაძის ქალიშვილმა ფილმი გადაიღო და LGBT ფორმატში პირველი ადგილი დაუკავებია თურმე და აი ეს მიბრუნება მობრუნება პატრიარქის ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული და რა არ ვიცი ხო მე არა პატრია ერთ ხელში პატრიარქის ხელი გიჭირავს და მეორეში მეორე უკიდია ვერ გავიგე რა ხდება შეიძლება კაცო ერთ ხელში არა მე არ მინდა ამამდე ვილაპარაკო იმდენ შენ სხვანაირად იფიქრე ხა იმიტომ რომ შენ არა გაქვს ჩემთან სალაბა ხოლო იმიტომ არ ვამბობ თუ არა ეს რა კაცობა არის გამაგებია რა ასე მეტად იცით რატო არის გამწარებული თვითონ როვერ იქ ვერ ჯაფარი ჯერ უარის ახლა მაგისი მორიგი საცოლე თუ რა ვიცი ეცი თუ არ ვიცი ყოფილი ცოლი თუ მომავალი ცოლი თუ ცოლობაზე მეოცნებე თუ აი მაგას უნდა ჩაესვა სააკაშვილისთვის ნიანგის კბილები რომ ეს ქართველი ხალხი უფრო კარგად დაეღეჭა ალბათ რა არაფერი ეს ახლა ელემენტარულად არის აგონიაში ვერ გამოდის იქედან არის გაჭედილი და რა ქნას ახლა ესენი და დარახტული ყავს დარაზმული მიშვებული ყავს აშვებული ყავს ახლა უნდათ ბიჭებს გადატრიალების მოწყობა მაგრამ გადატრიალებას ვერ მოახდენენ იმიტომ რომ გაუსყდებათ თავები ძალიან კარგად იციან და დანდობა არ იქნება აქ ხელისუფლებაზეც აღარაა ბატონო ნიკოლოზ საქმე იმიტომ რომ მე რაც უთხარი ეს ანგრევდა საბჭოთა კავშირს მე მოვითხოვე შლაქსების შეკერვა და იმას რომ შეეკერა იმას დაიჭერდა მეც დამიჭერდა რა თქმა უნდა ესე იგი არ ვიცი ხედავთ როგორი ტრავმირებული გაიზარდა შლაქსები ვერ შეუკერეს და აი ამის გამო ტრავმირებული ლევან ბერძენიშვილი გახდა საბჭოთა დისიდენტი შლაქსების რომ ვერ შეუკერეს აი ეს ზოგადად ამან ჩამოშალა საბჭოთა კავშირი შლაქსების არ სიცოცხლე შეიწირა და ნაცვლად იმისა რომ ვინმეს პასუხი ეგო ნახეთ სააკაშვილზე გამოდიან ევროპარლამენტარები უკავიათ ხელში ფრიმიშა ისე ერთი რამე კი უნდა ითქვას სააკაშვილმა ძლია დემენციას სააკაშვილმა ძლია გვამურ ლაქებს სააკაშვილი გამოვიდა იმ სუნიდან უკვე ვინც შედიოდა და გამოდიოდნენ ის ძვირფასი ექიმები ამბობდნენ უკვე გვამური სუნი აზდისო მასო და დღეები კი არაო საათები აქვს სააკაშვილს დარჩენილიო ხო ხედავთ ძლია სააკაშვილმა რა ძლიერი ადამიანია სულიერად ფიზიკურად ძლია გამოვიდა მდგომარეობიდან და ნახეთ ახლა რა სიძახის არა ერთ ხელში მაგას დიდი ხანია უყავია ის რაც თქვით იმიტომ არა აღარ მინდა არა ის საბარო არის საბა ლიტერატურული ინსტიტუტი ნუ გადამიძახებთ რა ორნო პოეტები ნუ გადამიძახებთ აკაცო გეხვეწები რა აკაცო იმიტომ რომ თანაც მეჩხუმებია რატომ არ მიდიხარ მჟავანაძესთან რაჯან იქ მინდა წავიდე იქ იმ მჟავანაძესთან აქ არ მინდა რა ერთმა დაგიფაროს რაცო რა ჯერ არ გიშვებთ ეხა ის ვიკასირად ჯერ არ გიშვებთ არა არგით თქვენ როგორ იქ ყველა წავალთ, მაგრამ ერთი რამე, არა უყურეთ რა ხდება, ლიტერატურა თქვენ ეხა შესანიშნავი ლექსები გაქვთ მე ვიცი რა და იმ დღეს გამოხვედით იმ ჯაჯანიძესთან წაიკითხეთ კიდევაც თქვენი ლექსი და ბიჭო, აი თუ ლიტერატურა გიყვარს, თუ პოეზია გიყვარს, შამუგია ეს ბოდიშვი, ტურაშვილი, ეს ღვთისპირიდან გავარდნილი კიდე ის რა ქვია, ეს მაისურაძე და ყველა ესე იგი ვინც კი დედამ დაწყელა დეისაძე რო იქნება პოეზიაში და ის ესე იგი ამათ აჯილდოვებს და ვინც კი მწერლებია და ვინც კი რაღაცა ისინი ხშირში არიან და მშიერი კვდებიან რა არ მინდა აი არ მინდა რომ ვილაპარაკო სანამდე არ გამოვალ წყობილებიდან ხო რომ ან საგიჟეში წამიყვანო და ან რაღაცა მიქცან ხო და მანამდე კიდევ თავს შევიკავებ და მე რომ თუ გავსკდი ერთი ხო ატომური ბომბი იქნება მოსაგონებელი რა ბიჭო გავს ბატონო გრიშა იმ დღეს ესე იგი ახლა აი კიდევ იმ უცნობზე მინდა ვთქვა კაცი ლაპარაკობს რომ ისაო რა ქვია საქართველოშიო აი ახლა არასდროს არ დაუშვებთო პიდარასტებს და იმასო და ბიჭო დაშვებული არა გაკ ერთადერთი არჩეულია ყველაზე უდიდესი კლუბები არის ბასიანი და გალერი და მიდი მოვდივარ ძიგძიგებს თელი ისა გახედე ერთი რუსთაველზე გაიარე შეგეშინდება ლამაზი ქალი რო დაინახო ან ტატუირებულია ან ასხმულია იმაში გახრეტილი გამოხრეტილი რა ხდება უკვე ნახმარიც ახარც და გახმარიც ახარ და რა უბედურება ეს რა არის
მოსული არიან, მოსული უკვე. და კიდე ლაპარაკობს რომ ესე იგი ჩვენო რა ქვიაო თურმე ესე იგი არაფერი არ უნდა შევარყიოთ და რაღაცა და ისა და ეს კარგით რა სირცხვილია ხალხო ლაპარაკობდა ახლა მე მართლაც აი მწვენია რა როგორ 105 დღეო თუ რაღაცა ქუჩაში გავატარეო რაღაცა ფოთოლი არ ჩამოვარდილაო და ის ფოთოლი მიიკარი მაშინ წინ რა აბა რატო იჯექი თუ ფოთლის ჩამოგდება არ გინდოდა და არა და რა ვიცი 10 წელია 10 წელზე მეტია ერთად ვარ მე ვარ ქალი ბეჭდების ბრძანებელი და აჰა დაიჭირეთ ჩემი ქაიგული ჩვენ ვაკეთებთ რუბრიკას ია შენ ბეჭდების ბრძანებელი კი არა ხარ შენ ხარ ბოზი იმიტომ რომ 8 ჯერ გათხოვება ეს ბოზობა არის უკვე და ეხლა მე ვიღაცა შენ რომ იყო მარტო მსახიობი საერთოდ არ გამყოფდი ამ ეპიტეტით მაგრამ ამ აქციებზე რო იდექი და ხელისუფლების ჩამოგდების ერთ-ერთი ფავორიტი რო იყავ იმიტომ გიწოდებ ამას შეიძლება ადა ქალს ერთხელ ხელი მოეცაროს 2 ჯერ 3 ჯერ 4 ჯერ 5 ჯერ 6 ჯერ 7 ჯერ 8 ჯერ იმისი არ იყოს 8 ჯერ ეს როგორც აი ადამიანი 8 ჯერ შეიცვლის პარტიას და პოლიტიკური ბოზი არის, ისევე შენ ხარ ხორციელი ბოზი, იმიტომ რომ ბოდიში და რა ვერ მონახ ერთადერთი ერთი კაცი რომ სექსუალურად დაგაკმაყოფილოს და ბოლო-ბოლო შენი ვნებები დააცხროს. და ამას რო ასე სახალხო დაცხადებ და თან ცნობადი სახე ხარ. მე იცი რა მაგიზიანებს. იმ დიდი ევროკავშირის დროშის გაკეთებას დიდი ხაჭაპური მაინც გაგეკეთებინათ, ის ხიერი ხალხი მაინც მოვიდა და ხალხს შეკრიბავდი. რო ეთქვათ, რომ დიდ ხაჭაპურს ვაკეთებ თუ ხალხი მივიდოდა ისე. არა, მაგრამ აი ესეთი მოტები ხართ, რომ არის სხვათა შორის დღეები ევროპაში რომ აკეთებენ დიდი პიცაო, იქ იტალიაში გააკეთებენ, ამერიკაში, მაგრამ ესენი ხო მონე ღორები არის. მაგათი გაკეთებული საჭმელი, როგორ შეიძლება აჭამოთ? ნორმალური ადამიანი ხარ. სალომე ზურაბიშვილის და ანი წითლიძის და სალომე სამადაშვილის გამომცხალ ხაჭაპური შეჭამს ახლა ნორმალური ადამიანი. ეგ ეს მართალია კი, მაგრამ აი ეს ბაქრაძე რო არის ავტობუსების კონტროლიორს რო გავს, ეს პატრონო რა უპეტურებაა ესა და ამას პატიჟებენ და აი ამას რა ქვია, ეს მაინტერესებს, ეს უსუფაშვილი არის, ხო? ბატონო დავით. იცით რა მაინტერესებს? ეხლა ამ ბოლო ხანებში თქვენ წვერი მოუშვით, აზატ მოსესავით რა და წვერის მოშვება საქმეს არ შველის რა. წვერს ეხლა გუბაზიც მოუშვებ და დიდი სიამოვნებით, მაგრამ რაც არის რომბივით გაგორებული პარლამენტი, გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ. ეხლა ძალიან მაინტერესებს ლომჯარია რო ამბობდა რომ ცხენიაო ბომბები რო არ გვაცვივაო აი ეხლა ბატონმა ნიკოლოზმა განაცხადა რომ ლომჯარიასო მოუწევსო ამსტერდამის პანელზე დადგომა ამსტერდამის პანელისთვისაც არ ვარგა ლომჯარია ვერ გაკაჩავს ვერა და ხაზარაძეზე განაცხადა წერან ბატონმა ბატონსოს ეგრე მართლა ლაპარაკობდა არა რომც დაილაპარაკოს მაგრამ მაგან არც სომხური არის ის და საქმე რაშია იცით ძვირფასო მეგობრებო სომხეთში მოუწევს სასვლო არ მიიღებენ სომხები აი ესე მიიღეთ და თუ კი არ ეკდება ხელისუფლება ცოტა მოწოდების სიმაღლეზე შეიძლება რუსთავზე კი არა პარლამენტში ჩაატარონ შუა სესიაზე გეი აღლომი ახლა ანა წითლიძე და ის რა ქვია ეს სამადაშვილი და ვიღაცეები კი ჩამოიცვამენ თავზე პრეზერვატივს მაგრამ ახლა არ ვიცი ოცნება ჩამოიცვავს პრეზერვატივს არ ამგონია რა ვიცი ახლა მაგამდე არ არიან მისულები ესენი შუა პარლამენტში მოგვიწყობენ გეი აღლომს ჩვენ ჯაფარიძე ჯერ ბაზარ დადიოდა იქ ხალხი რა ვიცი კიდე კბილების დაძრობას აპირებდა ხალხს ეშინია უკვე ესე იგი რომ კიდე არ დაგვაძროს კბილებიო და ემალება ხო და ესე იგი ჩავიდა ამ საკრებულოში და მორიგი აი ცირკი შაპიტო მოაწყვეს ამ მოზურგეთის საკრებულოში გავსი მხდალობა რასაც დღეს აი ახლა თქვენ ნახეთ რა სიძახდა რომ ესო უნიკალური ის იქნებაო აქო უცხოელები ჩამოვლენო და როგორ ამკობდა და ეს დრო არ დაცალდა თორე რო გაიხსნებოდა პირველი თვითონ იჯდებოდა იქა
ჩამოიყვანდა იმ დოქტორ დოტის და თან მასაჟებს გაუკეთებდა, ჩამოიყვანდა მერე ცოფონი ჟარაძეს ამღერებდა ამ შეკვეთილის პარკში და იტყოდა რომ ხალხო ეს მე გავაკეთეო და არ შეწყვებოდა. მერე იქ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, რომელსაც ივანიშვილი გააკეთებდა, იქ ჯგუფური სექსი ხდებოდა მაგასა და მის ესე იგი ყოფილ ცოლებსა, ახლანდელ ცოლებსა და საყვარლებს შორის. ეს რო ვერ მოესწრო, ამიტომ არ დაბოღმილებდა. შედაროცილო, შედა რასაც ეს კაცი აკეთებდა, იმას შეჭრიდი. პოლიციელების ხელფას ეს იხდი და თვითონ იწერდა. პროკურატურაში თუ მერე გავიგეთ ხელფასები რომ მოიმატა, თურმე ეს ამის ფონდიდან კეთდებოდა ამის ისა რა ქვია აკუმულაცია. ხო და არ ვიცი ხა, აი ამიტომ არის გამწარებულები, რომ თვითონ ვერ გახსნეს ეს ყველა. ერთია, მაგრამ ბატონო ნიკოლოზ, ნაპოლეონი რო გახდე, ომი უნდა მოიგო. და შენ ომიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბი ხარ, ცხვირპირის ტეხით გამორბი ხარ. ყველაზე სასწაული ბატონო სოსურა არის. ადრე იმაში საპარეკმაღეროში რო დავდიოდით, ხოლმე ეხლა არ ვიცი არ არის ეგრე, ეს ესე საბრინას და რაღაცა ესეთი მომღერლების და ტიტლიკანაქალების სურათები. ეხლა ამას რო ჩართვები ქონდა. იქ საბრინას სურათები ქონდა თუ რაღაცა გაკრული სურათები ქონდა, ასე მეგონა საპარეკმაღეროში იჯდა და იქ ესე იგი უკრაინის დროშა აქვს, მისი ისრაელის დროშა აქვს გამოკიდებული, ყველა საყვარლის, ყველა ცოლის სურათი და რა ვიცი მე და რაღაცა და კაცი გამოდის და ტანჯავენ და იმავშვებიან რა. ბატონო ნიკოლოზ, რა თუნდა სურათები ნატურაში შედიან ქალები და დაფეხმძიმებულები გამოდიან იქიდან, რა თუნდა სურათები, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას რა, როდესაც ასლან აბაშიძემ რაღაცა მოდის ისე სხვათა შორის და აქვთ ეს სიამტკბილობა, ხა მაგას სალია რომ იქ მოვიდეს იმაში რა ქვია მოუწდება იმ გაყიდვა იმ კარტოფილის. იქ ის ქალბატონი კიდე რაღაცებს პლანს მოყავს ალბათ, იმას კარტოფილი პლანი მოყავს, ამას კარტოფილი მოყავს და გახსნილი აქვს ეს რაღაცა, აბარებენ ამას და აქვთ ეხა მაგისთვის ერთი დღეს მოწდენაც კი ეხა იმ პრეზიდენტის რეზიდენციაში მისვლისთვის ფულს არავინ არ მისცემს. ეს ნავტალინიდან ნავტალინში მყოფი უსუფაშვილიც თუ მივიდა იქა აი არ ვიცი, აი ეს ხალხი ნაცები, ეს ბორდელ მედია საშუალებები, რომლებიც იქ მივლენ, ესენი იქნებიან იქ და იტყვიან, რომ მე გააფრიალებენ ეს ყველაზე დიდი ისაო, აი იმ დღეს ჩაატარეს, ეხლა კვირას იყო ეს თუ შაბათს ჩატარდა ეს ევროკავშირის დღე, მთელი საქართველოს 90%-ო ხარს უჭერსო და 1000 კაცი გამოიყვანეს იქა ყრიყეზე. გაშალეს ის დროშა, ხელის მომკიდე არ იყო, კი რაღაც ის დროშა ჩამოვარდა, იმდენი ხალხი იყო, რომ დროშის ხელის მომკიდეც არავინ არ იყო. აი მაგად იმ დღემ წარმოაჩინა ვინ უჭერს მართლა კანდიდატის და ევროკავშირის მისწრაფეებს. ხალხი ვერ გამოიყვანეთ თქვენ უნამუსოები. იძია სააკაშვილის მენტი, ეს ვაშაძე ჭიჭე, ეს ხათუნა სამნიძე, ნუ რა ვიცი, ეს რა ენაზე ლაპარაკობს მე ვერ გავიგე. ეს არის ალბათ ესე იგი უიღურული, მონღოლური ენის უიღურულ დიალექტზე ლაპარაკობს ხათუნა სამნიძე. მე არ ვიცი ეს რა ეროვნების წარმომადგენელია და რა ქართულით მეტყველებს ეგ ქალბატონი, მე არ ვიცი. სასწავლობდა რომელი სკოლა დაამთავრა, რა განათლება აქვს. ხო, ეგენი ყველანი დაეთრეოდნენ პირდაპირ ვაცხადებს, ძვირფასო მეგობრებო. დადიოდნენ პირდაპირ ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, პენტაგონში, ლონგში, უბედურებაში ყველგან აბეზღებდნენ საკუთარ სამშობლოს, მტრობდნენ საკუთარ ქვეყანას, არიან სამშობლოს მოღალატეები, არიან ფარსადანები და გეუბნებით, რომ კანონი რო კანონობდეს ქვეყანაში, შაყის ყურით ხართ დასაჯულო. იქცა რაღაცა ამერიკის კონგრესისა და სენატის რაღაც მაგვარ ორგანოთ. ესე იგი ყველაფერზე მიდის ლაპარაკი ამ ნაცების მხრიდან, გარდა იმისა, რომ ადგილ ახლა ოზურგეთის საკრებულოს არ აქვს ფუნქცია, რომ გლობალური პოლიტიკა იყოს ლაპარაკი. ხა გურულები კი ვარ ცოტა ჩვენ პოლიტიკა კი გვიყვარს კაცო და ხო და ყველა გურული გლეხი პოლიტიკაში გარკვეულია. რო ჩახვიდე ხმა, ესე იგი ამერიკის დოქტრინაზე და იაპონიის საგარეო პოლიტიკაზე შეიძლება ჩივათელმა და დვაბზუელმა გლეხმა გელაპარაკოს, მაგრამ ბიჭო ეხლა რა ვიცი, ხა საკრებულოს არ აქვს ეგ ფუნქცია, რომ ეხლა იქ სააკაშვილის რეფორმებზე და რაღაცა ნაცებზე ათამალული არის, ესე იგი სამარცხვინოთ და ეხლა ეს ჯაფარიძე გამოიყვანა იმაზე. აი ეს ჯაფარიძე ეხლა ძალიან დიდი ბოდიში, რომ საერთოდ ეხლა არ არის რა საერთოდ ეხლა კარგ ტონად მანდა მაინც არ ითვლება, როცა ადამიანის გარეგნობაზე, მაგრამ მე თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ვარ და პოეტური კაცი ვარ რა და ბუნებით ყოველ შემთხვევისათვის, ხო და ეს ქალი, ეს სოფო ჯაფარიძე დაემსგავსა ფიფქიადაშვილი ჯუჯაშის.
ის დედინაცვალი რო დალევს საწამლავს და კუდიან დედაბერად გადაიქცევა რა. ის მულტფილმში. რაღაცა მე ეგეთი ჯაფარიძეები ულამაზესი ხალხია და ვიცნობ ყველას და იყო ჯაფარიძე კაცო ესეთი რა ვიცი ჯაფარიძე ხალი იყო და რაღაცა ეს ულამაზეს ამეტანიშავია კაცო სახეზე და თან ხალი ძალიან ისე და ჯო ქალბატონო სოფო თქვენ ჯაფარიძე ხართ თუ არ ვიცი ახლა მირ ჯაფაროვი არ ვიცი მაგრამ და გადაკეთების პროცესში არის ის დრაფის პალტო არა იცი რა არის ყველაზე სასწაული კაცო აი რამდენი ადამიანი გამოიყვანა ესე იგი პოდიუმზე ამ კაცმა და ყველამ ჩაისვარა იმიტომ რომ ვერ ხვდებიან რომ არ არის თქვენი საქმე მაგრამ დივერსიებს მაინც აწყობენ ეხლა ესე იგი ეხლა ეს სასამართლო პროცესი არის საერთოდ საქმის განხილვა კონკრეტულ საქმესთან და ეს კაც ამ კაცმა საინფორმაციო მიტინგად აქცია ეს სასამართლო პროცესები გამოვა იქა უკან გაკრებული აქვს ესე იგი უკრაინის დროშა ევროკავშირის დროშა ისრაელის დროშა დაემატა ეხლა კიდე იქა უკან თავისი საყვარლების და ცოლების სურათები ბავშვებთან ერთად და ესე იგი გამოდის კაცი და მიდი მოვდივარ საქმის გარდა ყველაფერზე ლაპარაკობ მიაქცია ყურადღება წიგნები რო უგუღმა აქვს შემოდი ესე იგი ბიბლია რო ეკავა იქა და უკუღმა რო ეკოდა და ესე იგი ეს უკუღმართი კაცი ესე იგი ყველა დღე და მე მიკვირს